დავიწყოთ ილიათი და ოლღათი. ეს არის ვისაც ილია ჭავჭავაძეზე ვინც დასწრებია, იცის რომ ეს მისი საფულია და ყუაში მოთავსებული ბლოკნოტია, საფულეც აქვს ზუსტად ასეთი და იმიტომ წამომწდა, მისი ბლოკნოტია ყუაშია მოთავსებული სწორედ ეს საწერი ფანქარი და ეს ძალიან ისეთი საინტერესო და ისეთი ნივთია. თუ კარგად ჩანს, ეს არის 1913 წლის 16 იანვარს გაიცნეს ილიამ და ოლღა თადეოზის ასულმა ჭავჭავაძემ ერთმანეთი. ოლღა 19 წლისაა, ილია 26 წლისაა. და ოლღამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ შეხვდეს ილიას და გაუგზავნა შიკრიკი აი ამ შეხვედრის თაობაზე. მეგობრებო, ეს წერილები აი 4 დღის განმავლობაში იმდენი ამბავი მოხდა მათ შორის, პირველი 4 დღის განმავლობაში, რომ მთელი კვანძი გაიხსნა 4 დღეში. აი ეს ფაქტებს ჩამოვთვლი უბრალოდ, რაც ამ წერილებიდან ჩანს. გაეცნო პირველ დღეს 16 იანვარს გაიცნო თავის მომავალი მეუღლე. შემდეგ ხელმოწერით იჩილ მოკლე ბარათს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ახლა უკვე ილია უგზავნის. სთავაზობს შეხვედრას. ინიციატივა ოლღასგან მოდიოდა. გამოტოვებული მაქვს ეს ფაქტი. სთავაზობს შეხვედრას, მაგრამ სთხოვს, რომ ერთი დღით ადრე აცნობს დრო. იღებს ოლღა გურამიშვილის ბარათს, რომელიც სთავაზობს მეორე დღეს მის სახლში შეხვედრას. მის სახლში შეხვედრა ძალიან რთული ამბავი იყო. ილიას ნათესავები, ოლღას ნათესავები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ შეხვედრას. იმის გამო, რომ ილიას არ ჰქონდა შესაბამისი მატერიალური ცენზი და აი ფუფუნებაში გაზრდილ ოლღა გურამიშვილს არ ანდობდნენ ილია ჭავჭავაძეს ამასეთ ხელმოკლე ადამიანს. ოლღა გურამიშვილს წერილს დაგვიანებით გადასცემენ, რის გამოც შეხვედრა ვერ შედგება. უგზავნის საპასუხო ბარათს, აცნობს, რომ მომდევნო დღეს პირველ საათზე იქნება მათ მეზობლად და სთხოვს აივანზე დაენახოს. წერს, რომ სახლში მისვლა სადმე სხვაგან, მაგალითად ტაძარში შეხვედრა ჯობს. გოგა ჩვენ რო საუბრობდით, ტაძარი იყო შეხვედრის ადგილი, რადგან ბევრი აქვს სალაპარაკო და იქ სადაც 1000 თვალი უყურებს, ამის გაკეთება საიდუმლოდ ვერ შეძლებს. შემდეგ ილია ნაცნობთან მიდის ილიას ნაცნობთან მიდის ოლღა გურამიშვილის მის სახლში მცხოვრები მონაზონი ქალი, ვითომ რაღაც საქმეებთან დაკავშირებით და ცდილობს გაიგოს რა აზრისაა ილია ოლღას შერთვაზე. იღებს ოლღა გურამიშვილის კიდევ ერთ ბარათს, რომელშიც სთავაზობს მეორე დღეს ტაძარში შეხვედრას. ხელმოწერით უკვე ტვოი ილიკო სასაპასუხო ბარათს უგზავნის ოლღას და ატყობინებს, რომ 9 საათზე ტაძარში იქნება და ხვდება ტაძარში. კიდევ ერთხელ ხვდება ოლღა გურამიშვილს, თავის გრძნობას უნხავს და სამუდამოდ ერთად ყოფნას თავაზობს 4 დღეში. 4 დღის განმავლობაში გაგზავნილ წერილებში ხდება, მეგობრებო, ეს. შემდეგ იწყება ძალიან რთული პერიოდი. რთული პერიოდი რა? 16 იანვრიდან 10 აპრილამდე გაგრძელდა ეს ურთიერთობა. ილიას სასტიკი წინააღმდეგობა შეუქმნეს, ძალიან მძიმე წინააღმდეგობა შეუქმნეს უკაცრავად ოლღას მისმა ოჯახის წევრებმა და ილიას სტუმრობა ოლღასთან პრაქტიკულად ძალიან გართულდა. ოლღა გურამიშვილისგან ერთ დღეს მიიღო წერილი, რომელთაც ის მან თავის სახლში მიიპატიჟა. შემდეგ საპასუხო წერილი გაუგზავნა და აუხსნა, რომ მათთან რაც უკვე ვთქვი, ოჯახში მისვლა სახიფათო იქნებოდა. გარდა ამისა, მისწერა, რომ იმ დღეს აუცილებლად უნდა შეხვედროდა ცენზორს და შეიძლება ოლღასთან დათქმულ დროს მისვლა ვერ მოესწრო. ესე იგი, მეორე დღეს პირველ საათზე აივანზე უნდა სთხოვა, რომ დაენახოს და თუ შესაძლებელი იქნება ალაყაფის კარებთან შეხვდეს. ამ დღეს შეხვდა ცენზორს და შეეცადა გადაიფიქრებინა საქართველოს მოამბეში დასაბეჭდი ერთ-ერთი სტატიის აკრძალვა. 1863 წელია. ოლღასთან შეხვედრის პარალელურად ილია პირველ და ყველაზე მთავარ საქმეს აკეთებს თავის ცხოვრებაში. გამოსცემს საქართველოს მოამბეს, იწყებს საქართველოს მოამბის გამოცემას. პარალელურად, როდესაც ამ ძალიან მნიშვნელოვან და სახიფათო და ამ საინტერესო ურთიერთობაშია, ოლღასთან უმძიმეს ბრძოლაშია იმპერიის ჩინოვნიკებთან, მესტამბეებთან, რედაქტორებთან, განსაკუთრებით კი ცენზორებთან და თუ რომელიმე შეხვედრა სადმე ჩავარდებოდა, ეს ყოველთვის იყო ცენზორების და აი ამ საქმიანი ურთიერთობების გამო. შენი სულისა ოლიკო, სხვათა შორის აი ამ პირველ წერილში, რომელიც ჩვენ ვნახეთ, აი ესეთი გამოცდილება ჰქონდათ ამ წერილებში, ლამაზი ხელით ნაწერი
და ცისფერ ფურცელზე ეს ცისფერი კალკისებური ფურცელი ილია ჭავჭავაძის საწერი მასალა, გამორჩეული საოცარი მასალა ქონდა, ლამაზი ხელით ნაწერი ტექსტი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ტექსტი და იმავე ფურცელზე დაწერილი ტექსტები ფანქრით გაკრული ხელით არის ოლღას პასუხები. ოლღას არ ქონდა ქაღალდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ერთხელ ილიამ ერთი დასტა ქაღალდი გაუგზავნა და უთხრა, ამ ქაღალდის დასრულებამდე უნდა მოხდეს ჩვენი ჯვრის წერაო. აი ამ იმავე ფურცელზე არის ორივეს მიმოწერა. იცი, ეგ საინტერესო თემაა ძალიან. რუსულად და ქართულად კოდის გადართვა როდის ხდება, ამაზეც გვექნება საუბარი. დიდი ნაწილი რუსულად არის და რაღაცა ნაწილი, მაგალითად აი ივანე ჯავახიშვილზე კიდე უფრო კაფეოდ ჩანს რა გვაქვს ქართულად და რა არა ქართულად. აი ამ წერილში უკვე ილია ეს არის შავი წერილი, როგორც ჩანს ორჯერ დაწერა წერილი და აი ამ დისკურსში, აი ამ განწყობით წერდა ოლღა გურამიშვილს. შენი სულისა ოლიკო. თუმცა დამპირდი რომ ხვალ წიგნს არ დაგპირდი რომ ხვალ წიგნს არ მოგწერ, ანუ წერილს არ მოგწერ მეთქი, მაგრამ ვერ მომითმენია შეგიჟო. რაზე გამაგიჟე პატიოსანი დარბაისელი კაცი. ქვემოთაც ზუსტად იგივე ტექსტი მეორდება, უბრალოდ პატიოსანი დარბაისელი კაცის ნაცვლად არის დარბაისელი რედაქტორი კაცი. აი ესეთი ტექსტი უწერია. რაზე გამაგიჟე რედაქტორ, მაგრამ ნათქვამია, ნუ შეხვალ, ნუ იბანებო, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო. ანუ შესულია ილია ჭავჭავაძე ამ ამბავში და თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის აქვს ორი დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან. ეს ახლა სინამდვილეა და ფაქტებზეა დაყრდნობილი თუ მოგონილია არავინ იცის. ოლღას წერს ერთ წერილში, რომ მეუბნებიანო, რომ ივერიის რაღაც რო შენი ცოლი შერთვაო და მეუღლეზე ფიქრე, როცა საქართველოს მოამბის გამოცემას იწყებოდა. მე ვეუბნებიო, რომ მე ცოლს ვირთავო, რომელიც ახლა შობს ძეს და მას ერქმევა საქართველოს მოამბეზე და აი ესეთ ახლობით ასეთი ურთიერთობა აქვს ოლღასთან. აი ხა აი სასიყვარულო ილიასა და ოლღას სასიყვარულო საგის მატერიალური სამხილები. აი ხა ამ მიმოწერაში გარდა წერილებისა კიდე რა დადის, რა იცვლება ერთმანეთში. ეს ძალიან რაღაცა საინტერესოდ მომეჩვენა და შემოვიტანე. ილია ჭავჭავაძე, რომელიც არის ღარიბი და რომ ეჭვი აქვს, რომ ცოლს ვერ შეინახავს, მეუღლეს ვერ შეინახავს, ოლღას ამ 4 თვეში უგზავნის მანჟეტის სამაგს წარწერით დავაკვირდეთ ოლღა ჭავჭავაძე. უკვე საკუთარი გვარის ინიციალს პირველივე თვეს საკუთარი გვარის ინიციალით სთავაზობს. უგზავნის საწერი ქაღალდების დასტას, ეს ვიცით კიდე. ჩარჩოში ჩასმულ პორტრეტს. პორტრეტზე მე ერთხელ ვილაპარაკე. ოლღა არ არის განსაკუთრებული, ძალიან დახვეწილი, ისეთი დახვეწილი ესთეტიზმის არ არის, რომ ილია მოხიბლოს ამ ამბავმა და სთხოვს, რომ ერთხელ ფოტოს გადაღება ძალიან ისეთი პოპულარული თემა იყო 40-იან წლებიდან შემოდის თვითონ რუსეთში, ეს დაგერის და ტალბოტის და ნეფსის და საქართველოში უკვე როინიშვილი და ძალიან ცნობილი ფოტოგრაფები ყავს ჩვენ ორლეი და კარვა და ის ევროპელებიც და რა ძალიან საინტერესო ფოტოგრაფიული სალონები გვაქვს და ოლღა სთხოვს რომ ფოტო გადაიღოს. ოლღა მიდის, ფოტოს იღებს და უგზავნის ილიას. ვაი უბედურება, ილიას არ მოწონს არც მისი გადაღებული ფოტო, არც მისი ვარცხნილობა და მით უფრო არც ჩარჩო, რომელშიც არის ეს ჩასმული. და ბოლოს ესე შეთანხმდებიან, რომ ჩარჩოს რაღაც ჭორებს ყვები, მაგრამ ასე წერილებში ასეთი თემებია. ჩარჩოს თვითონ ყიდულობს ოლღას და ოლღას ფოტოსალონში ხვდება ილია. ეხმარება ვარცხნილობის გაკეთებაში და ფოტოსში შესაბამისი ანტურაჟის შექმნაში და ფოტოს გადაღებაში. აი იმდენად დახვეწილი და სხვანაირია ილია. ხო, მათ მიმოწერაში, აი ესეთი დღეში ორი მიმოწერა რო ხდება და ერთის დაწერილი წერილი რომ მიაქვს და ადრესატის უკან მოაქვს, ეს მარტივად ვერ მიიღწეო და რა თქმა უნდა და ყავთ ერთი დამხმარე ქალი, ვინმე პელაგია ყაზბეგი. და ამ პელაგია ყაზბეგისთვის ილია ყიდულობს საყურეებს. და ამ საჩუქრად უგზავნიან ამ ქალს ამ საყურეებს. ამ დროს ილია ჭავჭავაძე ევროპიდან რუსეთიდან ზუსტად არ ვიცი აგზავნინებს საათსა და კრიალოსანს ოლღასთვის. ამ მიმოწერაში არის საუბარი კიდევ მედალიონზე, რომელიც ზუსტად არ ვიცი რანაირად მოახერხა და საიდან მოიყენა და რა ფორმის იყო და ყველაზე მთავარი ამასობაში საქართველოს მოამბის პირველ ნომერს უგზავნის.
და ოლღას თხოვს, რომ შესაბამისი ეს არის ის პირველი ნომერი, რომელშიც საქართველოს ივერის საქართველოს მოამბეზედ ორნაწილიანი წერილი ილია ჭავჭავაძის პირველი საპროგრამო პრესის დანიშნულებაზე და ზოგადად აი საზოგადოებრივი ურთიერთობის ამ ფორმაზე პირველი საპროგრამო წერილი სწორედ ეს იყო და ეს გამოქვეყნდა ამ ნომერში და გადაეცა ოლღას. შენი ახლობლების ეს დაგებული მახეები ძალიან იზრდება. ოლღას თხოვს, რომ მიდი ამ ვიღაცა მუხრან ბატონთან, ვიღაცა ანდრონიკაშვილთან, სთხოვე, რომ მამა ჩემი ყველანაირ წინააღმდეგობას მიქმნის, მამიდები სრულად არიან ჩართულები და მოკლედ წყდება ამათი ურთიერთობები, ილია ყველგან ხვდება მათ დაგებულ მახეებს და ასეთ პასუხს წერს ოლღას. შენი ახლობლების ეს დაგებული მახეები ჩემს წინათგრძნობას აკრთობენ და უბედურებას უქადიან, მაგრამ არა უშავს რა. რაც მოსახდენია მოხდეს. მე სხვა ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ბედნიერებას შეუძლია სიცოცხლე შემმატოს, მაგრამ უბედურებას არ შეუძლია ჩემი მოკულა. აი ეს არის ილია ჭავჭავაძე. უბედურებამ შეიძლება ცოტათი შემარყიოს, მაგრამ რომ წამაქციოს ვერასდროს. ჩემ წინ დიდი გზაა გაშლილი. თუ ამ გზაზე არ მეღირსა ჩემ რჩეულთან ერთად გავიარო, ესე იგი თუ ოლიკომ გადაიფიქრა ჩემთან ერთად დაადგეს ამ გზას, რაც ღმერთმა ნუქნას, მაშინ ყველაფრის დამკარგვლას დამრჩება ერთი იმედი. ვიცხოვრო იმ წმინდათა წმინდა მიზნისათვის, რომელიც მე დიდი ხანია ავირჩიე. ერთი სიტყვით მექნება ის, რითაც დაკარგულ ბედნიერებას დავიტირებ. სუნთქვის საშუალება კი შემრჩება. აი ასეთი რაციონალურია ილია ჭავჭავაძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახავთ, რომ ასეთი დისკურსი, აზროვნების ასეთი რაციონალიზმი როგორი მიუღებელია ჩვენი ბოლო პერსონაჟისთვის, თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიასთვის. აი ძალიან რაციონალურია. აი ამ წერილში კი ჩემო გვრიტო ოლიკოჯან, სხვათა შორის, აი ჯან სუფიქსით კნინობითი ფორმების წარმოება, ნევესტა ჯან, ოლიკოჯან, ოლღაჯან, აი ეს მე ძალიან არ მიყვარს ეს ფორმა, მაგრამ ძალიან სავდები და კიდევ ერთი სპეციფიკური მიმართვის ფორმა აქვს კუკლუშკი. ძალიან ბევრი წერილში კუკლუშკი ახახან გავიცანი ამ წერილებს და მეც ახლა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და პარალელურად რაღაც პერიფერიული ამბები, იმიტომ ვთქვი, რომ კიდე მეტი უნდა მოვყვე, ვიდრე აქ არის. ახლა ეს წერილია პასუხი ეჭვებზე, პრობლემებზე და წინაღობებზე, რასაც ილია ხვდება ოლღასთან ურთიერთობის ამ 4 თვეში. ჩემო გვრიტო ოლიკოჯან, გაიხსენე ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ასე შემდეგ. მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორც გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ. აი, შევხედოთ, მაგრამ მე ვცდილობდი უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი რატომ? იმიტომ რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ, არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუქს, ან ჯვრებით და ვარსკვლავებით მორთულ აბრას, არამედ როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველეს ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს. დიახ, ოლიკოჯან, შენ ისე კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც, რაშიც ადრე მინდოდა საკუთარი თავი დავერწმუნებინა. აი ასეთია ილია ჭავჭავაძე, არ მიყვება საფლავში, მას აქვს თავისი კრიტერიუმები, მას აქვს თავისი პოზიცია, თავისი ჩარჩოები და პირიქით ათამაშებს რაღაცებს ისეთებს, რომ ჩინებზე და ოქროებზე დამოკიდებული ადამიანები ასე მარტივად აიცილოს საკუთარი ცხოვრებიდან და წინაღობები, მაგათი წინაღობები უკუნისამდე და უკუნის იქითაც ილია ჭავჭავაძე. ასეთი დამშვიდობების ფორმები ძალიან ბევრია. 10 აპრილს 1863 წლის 10 აპრილს ხდება ილიას და ოლღას ჯვრისწერა პატარა სამების ტაძარში და ამ დროს ილიას არც სახლი აქვს, არც კარი და ნაქირავე ბინაში ცხოვრობს ივანე პოლტარაცკისთან ერთად. შემდეგ იწყება მათი ცხოვრება, მე რაღაცა ექსპერიმენტის სახით მინდოდა შეყვარებულობის პერიოდიდან მერე რა თქმა უნდა ოჯახში ცხოვრების პერიოდი ერთგვარად ამესახა, შემდეგ იწყება მათი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე პერიოდი, საინტერესოც ამავე დროს. ილია ჭავჭავაძე სრულად რთავს მთელ თავის საქმიანობაში ოლღა გურამიშვილს, იმდენად სრულად, რომ მასთან მოსულ წერილებს სამეცნიერო თემაზე, მაგალითად, წმინდა ნინოს ცხოვრებაშიო მარჯორი უორდროპი როტევს წერს წმინდა ნინოს ცხოვრებაში, აი ეს სიტყვა ვერ გავიგეო,
ამ ასეთ თემებზეც კი ოლღა გურამიშვილის ცემს პასუხს ილიას წერილების ადრესანტებს. ყველაფერშია ჩართული, საისტორიო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრია, ყველაფერშია ჩართული. აი პეტერბურგიდან როგორი ესთეტი იყო ილია ჭავჭავაძე, ერთხელ ასეთი რამ მოსწერა. გეთაყვა ოლიკო, ტელეგრამით მაცნობე რამდენ ნომრიანს ფელჩატკებს სახმარობო. ყიდულობ ხოლმეო. აქ ძალიან იაფია და კარგიც, მინდა გიყიდო. გარდა ამისა გიყიდი სამ საკაპეს, არ ვიცი მოგეწონება თუ არა. იმ დღეს გავსინჯე და მე ძალიან მომეწონა. ერთი დუჟინი დანაჩანგალი, ერთი დუჟინი კოლწები და ორი ჩაისათვის სეტოჩკა ვიყიდე. აი ასეთია. ოლღა ის არის და საწური. მოკეთ ყველა გარდა აი სახავ ესთეტური თემებია, მაგრამ ოლღა გურამიშვილი მეგობრებო ჩართულია ღვინის დაწურვაში, ჩართულია ეტლებში ხარების შებმაში. აი გადასაადგილებელი საშუალებების მოწესრიგებაში, ხონით გაპოხვაში, რაღაცნაირად მოწყობილობების, ყველანაირი მამაკაცური და ესეთი რთული საქმეებშიც კია ჩართული. და ერთი ძალიან მინდა ეს წერილი წავიკითხო, ერთი დელიკატური სათქმელი, რაც ილიამ ოლღას მიწერა. ჩემო საყვარელო ოლიკო, ვერ წარმოიდგენ რა რიგად მიამა კატოს მშვიდობით გათავისუფლება. ეს ნიშნავს დამ იმშობიარა. ოლღა გურამიშვილის დამ. ვერ უყურებ კატოს, სიბერის დროს რა უნარი გამოიჩინა. სულ ვაჟი და ვაჟი. არ გვანებია მე და შენ რომ ვიცით იმ ქალს. ოლღას გულისხმობს. ოლღას რომ ეძახიან, ოლიკოს რომ ეძახიან. იმას ბატონო არამცდუ ვაჟი, ქალიც ვერ მოუხერხებია ამ 12 წლის განმავლობაში. მაგრამ არა გვიშავს რა, ჩვენ უშვილოდაც კარგად ვსუფევთ. ჩემმა გიერ კატოს კარგად მოეხვია და მოახსენე ბარაქალა თქო. ესეც უთხარი, რა არის რომ შენის დისთვისაც შენის ნიჭიდან პატარა წილი დაგეთმო თქო. ღმერთმა აცოცხლოს ბედნიერად ქმრითა და შვილებითა. შენც ჩემო კარგო, ღმერთმა მრავალჟამიერ გაცოცხლოს ბურთივით რგვალის ქმრითა. ესეთი რაღაცნაირად გაკრული სევდა სინანული და ოღონდ ეს ოლღასადმი მიმართულ საყვედურში გადაზრდილი. ხო არის ეს განწყობა ამ წერილში. აი ასეთი განწყობაა. 1907 წლის შემდეგ, ახლა მე ილიას ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვეხება ამ პრეზენტაციის ფარგლებში. 1907 წლის შემდეგ ოლღა გურამიშვილი მთლიანად აღრძელებს ილიას. ეს 1909 წელს გამოგზავნილი წერილია უორდროპები, არტურ ლაისტი, ჰუგო შუხარტი, აი ყველა ვინც კი ილიასთან ურთიერთობდა, მეცნიერები, მოგზაურები, კვლევარები აგრძელებენ ოლღასთან ურთიერთობას. ეს უშუალოდ ოლღასადმი გაგზავნილი არაერთი წერილი, შეიძლება 30-მდე წერილიდან ერთ-ერთია. ეს სახლი ძალიან მიყვარს და ეს სრულად ჩემი სიყვარულის თემად გამოვიტანე. ეს არის უორდროპების სახლი ბრიტანეთში და რაღაცნაირ საშებო განწყობა შეესაბამება და ამიტომაც ესე მოვიტანე აქ. 1911 წელს ოლღა გურამიშვილი საისტორიო 16 აყაშვილის მიერ დაარსებულ საზოგადოებას სწირავს 11 სამ თუმანს, სამ მანეთს 1911 წელს. სამი მანეთი ოლღა გურამიშვილისთვის არ არის ახლა პატარა ფული და მით უმეტეს ამ დროს საკმაოდ ისე ხელმომჭირნეთ არის და სამ მანეთს წირავს. სხვათა შორის აი რაღაცნაირად არარაციონალური ქცევები ილიას გარდაცვალებიდან მალე ეწყება ოლღას და ისე რომ მის ფინანსებს, მის ოჯახურ შემოსავალს, მის პენსიასაც კი არტურ ლაისტი განაგებს და ძალიან ეხმარება ამაში. და ბოლო ერთი აი ძალიან დიდხანს რომ არ დავშეთ ამ ორ წყვილზე და ბოლოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ლევ ტოლსტოიმ ზნეობრივი მზე უწოდა. ესე იგი, ეს არის დოკუმენტი, როდესაც ლევ ტოლსტოიმ ასე თქვა, როდესაც მთელი რუსეთი ჭაობშია ჩაფლული, აი საქართველოდან ამოვიდა ზნეობრივი მზე და რას გულისხმობდა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც სამხედრო საბჭოს ოლღა გურამიშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელების შეწყალებას თხოვა. 1909 წელია. ეს მისი ხელი არ არის, პეტრე ნაკაშიძის ხელია. ბუდიში ილია ნაკაშიძის ხელია, მაგრამ ოლღა გურამიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და თვითონ ამას აკეთებს ის. აი ხა არ ვიცი რატომღაც და ასე მომინდა დასრულება, რომ ოლღა ილია რა თქმა უნდა ყველა მიცით 1907 წელს აღესრულა, ოლღა გურამიშვილმა მისი გარდაცვალებიდან კიდევ 20 წელი იცოცხლა.
მე არ ვიცი ეს როგორი ცხოვრება იყო, ყველას რაღაცა ბევრი რამე შეხვედრია პრესაშიც და გამოცემებშიც ამის შესახებ. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი თითოეული ჩვენი ამ 4-ვე წყვილიდან 20 წელზე მეტი იცოცხლა მეორე პარტნიორმა ყველამ. აი ეს ნახავთ ამას და ეს ძალიან საინტერესო იქნება.